მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ გუშინ 26 მაისი იყო დიდი მერაბ კოსტავას დაბადების დღე. კუცუნიები გააქტიურდნენ, კოცები გამოხდნენ და ზვიადგამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად ტელეკომპანია იმედმა გამოსახა წმინდა ბიძინე და მოყვა ამას შემდეგ გამправებლების მთელი არმია, რომ თურმე ბიძინეს რა წმინდანი კაცი არის, როგორ გადაარჩინა ქვეყანა. მოკლედ ამაზე აღარ შევჩერდები, უბრალოდ მინდა გითხრათ ერთი მარტივი რაღაცა, ესენი არის დაავადებული ხალხი, ყველა აბსოლუტურად არის დაავადებული ადამიანი, ამიტომ ამათ ჭირდებათ ექიმი და მკურნალობა, რაც სამწუხაროდ მე არ შემიძლია. უბრალოდ კუცუნიებს მინდა ერთი რაღაცა, გუშინ როდესაც ტაშფანდურობდით, ამ ტაშფანდურობის დროს ერთი კაცი მაინც წასული იყოს დილობისთვის და მერაბ კოსტავას აღნიშნის ღირსად მაინც გაგეხადათ. ვის გვერდითაც თქვენ წმინდა ბიძინეს გამოსახავდით და ან მის სახლში მისულიყავით და პატევი მიგეგოთ, ან მის საფლავზე ასულიყავით და პატევი მიგეგოთ. მოდი ნახეთ თუ შეიძლება ეს კადრები. ნობილმა მსახიობმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა გრიგოლ კოსტავამ 1956 წლის დეკემბრის სუსხიან დღეებში თბილისში რუსთაველისა და პლეხანოვის გამზირებზე იმ დროისთვის გამაოგნებელი შინაარსის პროკლამაციები გაჩნდა. ძირს პირსისხლიანი კომუნისტები გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. ანტისაბჭოთა პროკლამაციების გაყრა-გავრცელების გამო საიდუმლო ორგანიზაცია გორგასლიანის წევრები დაიჭირეს. ასე მოხვდნენ სკოლის მერხიდან საპრობილეში იმ დროიდელი თბილისის ელიტური ოჯახების შვილები. ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ვოვა სიხარულიძე, თემურ ცეცხლაძე, თამაზ გუნჯუა, მარიამ სხიტლაძე, ანატოლი მიქაძე, გულამ დოჩენაშვილი, მერაბ კოსტავა და მაშინ მე-10 კლასის მოსწავლე იყო. 6 თვის შემდეგ, როგორც არასრულწლოვანი, პირობითი საშლით გაანთავისუფლეს. 1972 წელს მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად აყალიბებს საქართველოს ადამიანების უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფს. რეპრესიები მის წინააღმდეგ გარწყდებოდა. სუკი გამუდმებით უკმაყოფილებდა. 1977 წლის 7 აპრილს მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად დააპატიმრეს. მერაბ კოსტავა 3 წლის პატიმრობა მიუსაჯეს. საბაბი ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა. ჟურნალ ოქროს საწმისის გამოცემა იყო. 1978 წლის ზაფხულში მერაბ კოსტავა ამერიკის კონგრესის მიერ წარდგენილ იქნა ნობელის პრემიაზე. იმ პერიოდში მერაბის შესახებ ფართო საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცოდა. მასზე ინფორმაცია ძირითადად დისიდენტურ წრეებში და მის სამეგობროში ჰქონდა. პოლიტიკური ზეწოლის შედეგად ხელისუფლება იძულებულია გაანთავისუფლოს მერაბ კოსტავა. 1987 წლის 30 აპრილს იგი 10 წლიანი პატიმრობიდან სამშობლოში ბრუნდება. მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად 1987-1990 წლებში გამართულ თითქმის ყველა საპროტესტო აქციის, გაფიცვის, შიმშილობის, მიტინგისა და დემონსტრაციის ორგანიზატორია. ზვიადი და მერაბი განუყრელი მეგობრები იყვნენ. მერაბი ზვიადთან ერთად ხელმძღვანელობდა მიტინგებს 1988 წლის ნოემბრის დღეებსა თუ 1989 წლის აპრილში. ის 9 აპრილის ღამე შუშიშრად იდგა საკუთარი ხალხის გვერდით. ხალხმა მას სიყვარულით შავლეგო შეერქვა და შალვა ახალციხელივით მარადისობას აზიარა. 1991 წლის 9 აპრილს რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. იმავე წლის 14 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ შემოიღო რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობა. პირველი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა 1991 წლის 26 მაისს, რომელშიც ზვიად გამსახურდიამ დიდი უპირატესობით ხმათა 86%-ით გაიმარჯვა. მას შემდეგ ქართველი ხალხი ყოველ 26 მაისს ზეიმობს საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლების და ერთიანობის დღეს. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია და ხელოვნების სკოლა დაარსების დღიდან საზეიმოდ აღნიშნავს სწორედაც, რომ აქ მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმთან ამ ღირსშესანიშნავ დღეს და უძღვნის კონცერტს. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და თავისუფლების დღეს. უფალმა გააძლიეროს და გაამთლიანოს ჩვენი სამშობლო. ახლა კი წარმოგიდგენთ სკოლა-გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებას. თამარ მეფე ხონთქარი და ლალე ასრულებს გოგონათა ფოლკლორული გუნდი, ხელმძღვანელი დალი დაბრუნდაშვილი.
ახლა კი მეგობრებო, ნახეთ მერაბ კოსტავას საფლავი და იქ არსებული მდგომარეობა მის დაბადების დღეზე. პირველ რიგში მოგილოცავთ მერაბ კოსტავას დაბადების დღეს, 26 მაისს. დაიბადა ეს დიდებული მამულიშვილი. მამულიშვილი, რომელმაც ჩვენი ქვეყნისთვის თავი გაწირა. და თავი გაწირას არა მარტო მერაბ კოსტავამ, არამედ ზვიად გამსახურდიანაც. დღეს 26 მაისი არის. მთელი ქვეყანაზე იმობთ სრულ დამოუკიდებლობას, იმიტომ რომ დამოუკიდებლები სულ რამოდენიმე თვით ვიყავით რეალურად და მას შემდეგ ყოველი მართველი შევარდნაძე, სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მართულები არიან ჩვენ მტრებისგან. და ზოგადადაც მოდი გურწფელად ვისაუბროთ. არ მიყვარს ირიბის საუბარი, ყოველთვის ვარ პირდაპირ. ბიძინა ივანიშვილი მდიდრდება, ქვეყანა სხვისდება, ბავშვები სიცოცხლისთვის იბრძვიან და თქვენ სრულ დამოუკიდებლობას აღნიშნავთ 26 მაისს. 26 მაისს აი აქ გადავსებული უნდა იყოს თაწმინდის პანთეონი, იმიტომ რომ 26 მაისს დაიბადა მერაბ კოსტავა. Ну, რა თქმა უნდა, აქ არც ერთი კუცუნია არ იყო, იმიტომ რომ კუცუნიებს არ ეცალათ. კუცუნიებს მერაბ კოსტავა ჭირდებოდათ უბრალოდ იმისთვის, რომ თავიანთი წმინდა ბიძინა გამოესახათ, თავიანთი მამამარჩენალი იყვნენ შეკრებილი, ტაშფანდურობდნენ, დამოუკიდებლობას აღნიშნავდნენ. და საქმე რაში არის, იცით? ინდონეზზე პატივს არცემდნენ და არცემენ ეროვნულ მოძრაობას, ზვიადგამსახურდიას მერაბ კოსტავას. კაცი, რომელიც პირველი პრეზიდენტი იყო, ამ თუნდაც მერაბ კოსტავას რო კითხო, ზვიადის სახელს რო ვერ ახსენებს, ბიძინა ივანიშვილი და მერაბ კოსტავას სახელს ახსენებს, თუნდაც იმ პარლამენტთან, სადაც პატრიარქის სურათი ჰქონდათ გამოიკიდათ პირველი პრეზიდენტის სურათი, ვინც დამოუკიდებლობა აღიარა, იგივე მერაბ კოსტავას სურათი, რა თქმა უნდა, ეს არავის არ აინტერესებდა. ამიტომ თუ შეიძლება ნახეთ ეს ვიდეოც. დილამშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, თქვენ ხედავთ ახლა აი პარლამენტის შენობას 26 მაისს, როგორ არის გაფორმებული. წარმოიდგინეთ, რამხელა სიყალბე არის. საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგენილია და გამოცხადებულია სამფეროვანი დროშით ორჯერ 1918 წლის 26 მაისს და 1991 წლის 9 აპრილს და საერთოდ არ არის აქ ზვიად გამსახურდია სიძულვილით და ზვიად გამსახურდია საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ესე იგი ამხელა რეფერენდუმი ჩაატარა ქვეყანაში და შემდეგ დამოუკიდებლობა აღადგინა. თავარი შემოქმედი ამ ყველაფრისა და აბსოლუტურად იგნორირებული, ეს არის სრული სიყალბე, შეურაცხყოფა ქართველიერისა, შეურაცხყოფა საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და უხეში დარღვევა საქართველოს კონსტიტუციისა. შეხედეთ შესასვლელში კიდე როგორ არის აბანძებული, დაკეტილი ცენტრალური შესასვლელი საკანონმდებლო ორგანოზე და რა დროშებია და რა ბრებია გაკრული, აი დააკვირდით, შეხედეთ ხალხო. ეს არის სამარცხვინო, ესე როგორ უნდა გძულდეს შენი ქვეყანა და საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი დამოუკიდებლობის მესაძირკვლე და თავარი მეგობრებო, თვით ამათ კონსტიტუციაშიც კი 9 აპრილი უწერია დამოუკიდებლობის დღე და აღნიშნავენ ზვიად გამსახურდია სიძულვილის გამო 26 მაისს, რითაც უხეშად არღვევენ კონსტიტუციას და ადრე თუ გვიან მოვა დრო და
აი ამ კონსტიტუციის დამრღვევები სრული სისხლის სამართლის პასუხისგებლობით აგებენ პასუხს ამ ყველაფერზე. ამ ისტორიის გაყალბებისთვის და ამ შეურაცხყოფისთვის ქართველი ერის. მე მეც არაფერს არ ვიტყვი, თუ საბანძეთია შეხედეთ რა ზეებობენ თვითონაც არიციან. რა შეხედეთ. ქვეყნის გამყიდველებმა რა უნდა რა დამოუკიდებლობას ზეიმობენ ეს. ხო და ჩემო ქუცუნიებო, აი ესეთი ბანძები ხართ. აი ცხოვრების წესით, აზროვნებით, ყველაფრით ხართ ბანძები. და ისეთი ბანძები ხართ, რომ თქვენ არაფერი არ გაგრეცხავთ და მათ შორის მინდა შევახსენო ირაკლი კობახიძეს, მისი 3 წლის წინანდელი საქციელი დამოუკიდებლობის დღეზე, როდესაც თვითონ არ იყო პრემიერ-მინისტრი, ამ დროს თურმე ემზადებოდა პრემიერ-მინისტრობისთვის, არც კი იკადრა და საერთოდ არ მისულა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე, დღეს როდესაც გიჟ პატრიოტად წარმოაჩენდა თავს და ქრისტიანობის ლექციებს ვიკითხავდა კიდე, თუ როგორი დიდი ქრისტიანია კაცმა, რომელმაც ეროვნული ცნობიერება არ იცის და საშიშად მიაჩნია. მოკლედ ამით რისი თქმა მინდა? იმის თქმა მინდა, რომ კოცებო, თქვენ ყველას პროპკას მოერგებით და ყველაფერს შეეტენებით, ოღონდ იმისთვის, რომ თქვენ იყოთ თანამდებობაზე და თქვენი უჯიშო შთამომავლობა ქართველი ერის ძარცვით, ქართველი ერის ღლეტვით ამოკვებოთ და არსებოთ, მაგრამ არა გაქვთ კარგად საქმე. ძალიან მალე კაი სიურპრიზები მოხდება საქოცეთში. აბა დანარჩენი თქვენიც ახლა კი ნახეთ თავდადებული პატრიოტი პრემიერის ვიდეო, რომელიც შარშან უბრალოდ 3 წლის წინ ვერ იცლიდა 26 მაისის ღონისძიებაზე და როგორც ბევრ კოც საერთოდ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას სპორტ დარბაზში ყოფნა ერჩივნა და ზოგიერთ კოც საერთოდ შოკოლადი ურჩევნია და ესე შემდეგ. ესტრების ღონისძიებაში. არა, შეიძლება იგი. თავრობის ღონისძიებას რატომ არ ესტრებით? ბატონო ირაკლი. არ გსურთ ასწრება? ბოლოს კი პოსკრიპტუმად მინდა დავამატო ამ ყველაფერს. თქვენ თუ წარმოგიდგენიათ ვინმეს, რომ ზვიად გამსახურდია ან მერაბ კოსტავა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღეზე სადღაც პლაჟზე წამოწოლილი ან სპორტულ დარბაზში მორბენალი. რა თქმა უნდა არა. ეს რაღაცა მხოლოდ ისეთმა ადამიანმა შეიძლება გააკეთოს, ვისთვისაც ეროვნული ცნობიერება არაფერს არ წარმოადგენს და საერთოდ გაუგებარია. თანაც აშიშად მიაჩნია. ასევე თქვენ თუ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა მილიარდერები და როდესაც 100 ქართველ ბავშვს წამალი ჭირდება და მათთვის არ ემეტება, ამ დროს კი ამაზონის ჯუნგლებში რიცხავს ფულს. და თქვენ თუ წარმოგიდგენიათ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, რომ მათ საქართველოს თუნდაც 1 სანტიმეტრი კი არა, 1 მილიმეტრი მიწა გაიყიდათ ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეზე. არა აქვს მნიშვნელობა, არაბი იქნებოდა, თურქი იქნებოდა, რუსი იქნებოდა, ინგლისელი იქნებოდა, ამერიკელი იქნებოდა. რა თქმა უნდა, ვერ წარმოგიდგენიათ. იმიტომ რომ ისინი იყვნენ მერაბი და ზვიადი. ესენი კი არიან ბიძინე და ჩიჩილაკა. ამიტომ ჩემოკარგებო, სანამდე ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას შეედარებით, მანამდე ჯობია ცოტა დაფიქრებულიყავით. და თუ ვინმეს მაგონებთ საქართველოს ისტორიიდან, ერთადერთი შეიძლება როსტომ ხანს მიგამსგავსოთ ადამიანმა და მეორე ალბათ ზაქი ჭამიას. ასე რომ ზვიადს და მერაბს თავი გაანებეთ, აღმაშენებელს თავი გაანებეთ, ექვთიმეხუთისკაცს თავი გაანებეთ და თქვენი შესაბამისი და შესადარისი მოძებნეთ საქართველოს ისტორიაში. როსტომ ხანი და ზაქი ჭამია. ახლა კი კარგად ბრძანდებოდეთ.